მოგესალმებით. ეხლა ჩაიფიქრეთ თქვენთვის ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი სიტუაცია. საქმეს ეხება, აქ უკვე ადამიანზე არ არის საუბარი, აი რაც გაინტერესებთ, ან გამომივა ეს საქმე მაგალითად. რაღაცა გაქვთ იდეაში, ხო? ანუ რომ შეგისრულდეთ. ეს სასწავლო კურსია, სამსახურია, ბიზნეს გეგმა, პროექტია, არა აქვს მნიშვნელობა. აი გამომივა ეს საქმე? გამომივა ეს საქმე? რაზეც მე ვფიქრობ ახლა. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს. გამოუვათ? რაზეც ფიქრობენ? კი ბატონო. ეს საქმე იქნება სტაბილური, პერსპექტიული, იქნება წინსვლები, ანუ რაღაც სიტუაციაში გექნებათ სტაბილურობა ამ საქმიდან შემოსავალი წინ, აი როგორც მხედარი, პენტაკლები ნიშნავს რას? ანუ თქვენ სწორ პოზიციაზე ხართ, ნამდვილად პერსპექტიული საქმე აგირჩევიათ თქვენთვის. და ეს რა თქმა უნდა იქნება ზემოდან დახმარება, იმიტომ რომ აღდგენის კარტია, ანუ გეხმარებიან თქვენი მფარველები. აქ არის საუბარი თქვენ ფიქრზე ვერ წვიტავთ, ან ორი რაღაცაა და ორს ხართ შეჭიდებული, ან და თითქოს შორია ჯერ თქვენთვის, ესე ფიქრობთ, ანუ ჯერ შორია, ხო? ჯერ რაღაცა ისეთი მომენტებია, ანუ ამაზე დარდობთ, იმიტომ რომ წარსულში ქონიათ რაღაც გულგაცრუება, მაგრამ არა. ნახეთ, გადაისროლეთ ეს ეჭვები, გაქარწყლეთ, რომ იტყვიან, იმიტომ რომ დადგებით ესეთი პენტაკლის დედოფალებით. ეს ნიშნავს თვითკმარი, ეს ნიშნავს ყველანაირად შემდგარი, ლამაზი, ბედნიერი, პერსპექტიული. აი ამ ქალს მაგალითად ეხა ვისაც უყურებთ თქვენ, ანუ აბსოლუტურად ჭკუა გონება აქვს მიმართული იმ საყოფაცხოვრებო რაღაც საკითხებზე, ეკონომიურიც არის, კარგად განაგებს ფინანსებს, ანუ ყველაფერი გამოსდის, იმიტომ რომ აქ ინტუიცია, ნახეთ, კრდღელი. მიწისტიქია და ეს ნიშნავს იმას, რომ აი შემოსავლიანი, პერსპექტიული რაღაც სიტუაციები აქ და რაც თავარია ზის, ნახეთ, როგორ ზის. ანუ და აბსოლუტურად რო იტყვიან გაბრწყინებული. ანუ აყვავებული ქალი იქნებით, დიახ. ანუ აი ამ წარსულზე ხო რაღაცა სიტუაციები რო არ გამოგივიდათ, ეს კარტი სპეციალურად არ ამოვიღე, არ იფიქროთ, იმიტომ რომ ცდა ბედის მონახევრია, სცადეთ, ვინც ეძებს ის პოულობს, დააკაკუნეთ, გაგეღებათ, ანუ არ